მოგესალმებით მეგობრებო, კომენტარებს უპასუხებ რამდენიმეს და რამდენიმე სამეცნიერო სიახლესაც გაგაცნობთ. კითხვა იყო ესეთი, რომ რატო დგება წყალი ფილტვებში, როცა მოდის ღვიძლიდან, ან ფილტვებში რატო დგება წყალი, როცა მოდის ღვიძლიდან. ხო, ფილტვებში ძირითადად წყალი არ დგება ხოლმე ღვიძლიდან, უმეტესად დგება გულის გამო, მაგრამ ღვიძლიდან წყალი დგება ხოლმე მუცელში, როგორც წესი. ზოგჯერ ადის კიდევაც გულმკერდის ღრუში, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს შესაძლებელია, ოღონდ ეგ ხდება ხოლმე, როცა უმეტესად დეკომპენსირებული ციროზია, როცა ღვიძლი ვეღარ მუშაობს მოკლეს და შეხორცებებია ძალიან ძლიერი ღვიძლში, ნაწიბურები და ეგ აწვება სისხლს ძარღვებს და სისხლს აღარ ატარებს და ამიტომ ვენებში წნევა რო იმატებს, ჟონავს ვენებიდან სითხე და ეს სითხე გროვდება მერე მუცელში. ამიტომ არის ხოლმე ღვიძლში ღვიძლის პრობლემები ვისაც აქვს, ამიტომ რომ სითხე გროვდება. მეორე მხრივ, მეორე მიზეზიც არის ხოლმე ღვიძლი როცა დაზიანებულია, ვეღარ აკეთებს ცილებს, ვეღარ ასინთეზირებს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ წყალი შეაკავოს, სითხე შეაკავოს სისხლში. და სისხლიდან სითხე გადადის ქსოვილებში. ეგ არის მეორე მიზეზი. შემდეგი კითხვა იყო ესეთი, რომ დიაბეტთან დაკავშირებით ხომ არის რამე ახალიო და დიაბეტთან დაკავშირებით არის რაღაც სიახლეები. მაგალითად ეხლა მესამე ფაზის კვლევები აქვს Eli Lilly's, ეგეთი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც GLP აგონისტებს ამზადებს, ორალურს დასალევს და ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს დიაბეტისგან განკურნების. ასევე წონაში კლებასაც შეუწყობს ხელს და თან ასევე ხელს შეუწყობს დიაბეტის განკურნებას. ეგ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. მეორე სიახლე არის, რომ პირველი ტიპის დიაბეტი ვისაც აქვს, მაგ ადამიანებისთვის უკვე ეგეც მესამე ფაზაშია ეგ კვლევები, საინფუზიო, ანუ ნემსით შეყავთ მოკლედ ღეროვანი უჯრედები პანკრეასის. და ეგ ღეროვანი უჯრედები პატარა ქსელს გამართავენ ღვიძლში, ან ღვიძლში გამრავლდებიან მოკლედ. და იწყებენ რეაგირებას გლუკოზის დონეზე, ანუ მოქმედებენ ისე როგორც პანკრეასი და გამოიმუშავებენ ინსულინს. ანუ რეალურად ინსულინის გამუშავების პრობლემა გვარდება ამითი. ახლოსაა ძალიან პრინციპში ეგ, არის რაღაცები კიდე გასაკეთებელი, ან რამდენიმე წლის ამბავია და ეგ საკითხი სავარაუდოდ მოგვარებული იქნება, იმიტომ რომ ახლოს არის ეგ ყველაფერი. ხო, მურაბად ჯემი და ესეთი რამეები ეგ ვერ მივხვდი კარგად რა იგულისხმება, მაგრამ მურაბა და ჯემი და ეგეთი რამეები არ არის კარგი, რადგან ძალიან ბევრ შაქარს შეიცავს და დამოკიდებულებასაც იწვევს ტკბილზე. შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის. ნაღლის ბუშტის პოლიპებზეა შემდეგ კითხვა, რომ ნაღლის ბუშტის პოლიპები რამდენ საშია. უმეტესობა საში არ არის, ნაღლის ბუშტის პოლიპები შეიძლება იყოს პატარა, დიდები. გაჩნია რა ზომის არის. დიდები როცა არის, უფრო შანსია რომ გადაგვარდეს ან სიმსივნე იყოს, დაახლოებით 25%-იანი შანსი აქვს. შესაბამისად, ან დიდებთან სიფრთხილეა საჭირო. პატარები რომელიც 1 სანტიმეტრზე უფრო პატარა, როგორც წესი პრობლემა არ არის ხოლმე. როგორც წესი, თუ სიმპტომებს და რამეს არ იწვევს, აკვირდებიან დაკვირვების რეჟიმი, მიიჩნევა იმათ მოცემულობად. შემდეგი არის, რომ ორლისტატი და ბერბერინი ერთად შეიძლება მიიღება. ერთად შეიძლება კი, ოღონდ ისა სხვა დროს უნდა მიიღოთ, რომ წამალშორისი ურთიერთქმედება გამოირიცხოს, თორე მაგალითად სხვა დროს ეგ იქნება საუკეთესო, ვთქვათ, ერთი დილით მაგალითად მეორე შუა დღით და საღამოსკენ. ან სხვა რეჟიმით, მოკლედ რამდენიმე საათიანი სხვაობა რო იყოს, ეგ არის მანდ ყველაზე მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ.
ეხლა აქ კითხვა იყო კიდე იმაზე კოვიდის ვაქცინაზე. ანუ რას ფიქრობთ, რამდენად სწორი იყო და ესე. კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებით ზოგადად სწორი იყო, ანუ ზოგადად მე თუ ზოგად პრინციპს ვიტყვით, კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს სიცოცხლე შეუნარჩუნა ბევრს. შესაბამისად, ანუ ზოგადად სწორი იყო. თუ იმას გულისხმობთ, რომ იყო რაღაცა ის მიმდინარეობს კვლევები Pfizer-თან დაკავშირებით, რომ რაღაცა რისკები გაუზარდა ზოგიერთ პაციენტს, ვინც მიიღო, ხო, ეგ იყო უშუალოდ Pfizer-ის ვაქცინებზე, მაგრამ ანუ ჯამში სარგებელი იმდენად დიდი ქონდა მაგას, განსაკუთრებით რისკ ჯგუფისთვის, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სიკვდილი ელოდა კოვიდისგან, ანუ იმდენად დიდი სარგებელი იყო, რომ ჯამში ჩემი აზრით ის რისკები, რაც გაზარდა მცირედით და არა ძალიან მნიშვნელოვნად, ღირს ყველა შემთხვევაში იმად, რაც ის სარგებელი, რაც მოიტანა ვაქცინებმა. შესაბამისად, ანუ ცალსახად პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს ვაქცინების მიმართ. ხო, თუ სადმე ხდება, რომ თქვათ ვაქცინასთან სწორად ვერ აკეთებენ, ან არ აკეთებენ, ან რაღაცა, ეგ რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ კაცრი რეგულაცია უნდა არსებობდეს, კვლევები უნდა არსებობდეს, ის რომ მაგალითად რა იყო, ხო, ან მთელი ეს ვთქვათ პრობლემა იქ იყო, რომ ნაჩქარევად გაკეთდა ეგ ყველაფერი. ნაჩქარევად გაკეთდა, იმიტომ რომ იყო პანდემია. იმიტომ რომ სიკვდილიანობა ქონდა მაღალი მაგ დაავადებას და ეგ იყო მან პრობლემა, ხო? შესაბამისად შეცდომები ყოველთვის მოყვება მაგას, მაგრამ ჯამში, თუნდაც აი კოვიდის ვაქცინამ, იმდენად დიდი სარგებელი მოიტანა, რომ გადაწონის იმ მცირე რისკებს, რაც ახლა თან ეგ არის. შესაბამისად, ხო, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ რა თქმა უნდა, თუ იმაზეა საუბარი, რომ ეხლა სავალდებულო უნდა იყოს თუ არა, არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, და არც მაშინაც კი პანდემიის დღეებშიც კი, როცა ჩაკეტვებს და ყველაფერს ეთანხმებოდა ხალხი, რომ გააჩერეს მთლიანი ეკონომიკა, მთელი ქვეყანა გააჩერეს იმის გამო, რომ კოვიდი იყო და ეთანხმებოდნენ ამას ხალხი, რომ უნდა გაჩერებულიყო და რა, ანუ ხალხი ამოხოცილიყო შიმშილით, იმიტომ რომ კოვიდი არ დამართნილიყო, ხო, ან არ სწორი იყო. და ამის საპასუხოდ თუნდაც რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, ეგეც არასწორი იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანს აქვს უფლება თქვას უარი ვაქცინაზე, თუ მასში ეჭვი ეპარება. ხო, და რო შევაჯამო, ჯამში ვფიქრობ, რომ სწორი იყო და სწორია, რომ ვაქცინა მიიღოს ადამიანმა, უბრალოდ უნდა ნახოს მანამდე კვლევები, ან რამდენად გამოცდილი ვაქცინაა, რამდენად ეფექტური ვაქცინაა, ეგ არის მთავარი. ხო, ისა გაფანტულ სკლეროზზე იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, მეცნიერები მუშაობენ ახალ პრეპარატზე, თუ არა, რამდენად შესაძლებელი იქნება უახლოეს წელიწადში ამ დაავადების დამარცხებაო. გაფანტულ სკლეროზზე არის რამდენიმე სიახლე, ან რამდენიმე პრეპარატზე მიმდინარეობს კვლევები. ერთი ფრექსალიმაბი ეგეთია, რომელსაც ძალიან კაი შედეგები აქვს რეალურად და ძალიან მაღალ ეფექტურია. შესაბამისად, ანუ ძალიან კაი შედეგები აქვს მოკლედ და გაფანტულ სკლეროზზე ძალიან იმედით უყურებენ მაგ პრეპარატს. როდის იქნება ეგ კითხვა ხოლმე მთავარი, სადაც 2027-28-ში ალბათ იქნება ხელმისაწვდომი რა, თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ეგეთი პირი უჩანს, რომ კარგად დამთავრდება. ძალიან მაღალ პროცენტიანი ეფექტურობა აქვს მოკლედ მაგას და მესამე ფაზის კვლევები მიმდინარეობს უკვე. შესაბამისად, 2027-28-ისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, როგორც წესი ეგრეა ხოლმე ეს ტაიმლაინი. შესაბამისად, ხო, კიდე არის ერთი პრეპარატი კიდე აღარ მახსოვს მაგის სახელი, ეგეთი ეფექტური არ არის.
მაგრამ მაგაზეც მეორე ის ფაზის კვლევებია, მე მგონი რაღაც ეფექტურობა აქვს მოკლედ. და არის ისა კიდე ახალი კვლევა იყო სხვა შორის გაფანტულ სკლეროზზე, რომ ბაქტერია, ნაწლავის ბაქტერია ერთ-ერთი კავშირი დადგინდა გაფანტულ სკლეროზთან. გაფანტულ სკლეროზის მიზეზი შეიძლება იყოს ბაქტერიები, რომელიც ჩვენ ნაწლავებში არა და ანუ ეგ თუ დადგინდა, რომ ეგ ეგრეა, მაშინ ძალიან ადვილად შეიძლება რეალურად მაგის პრევენცია. ხო, ასეთი ის იყო, რომ ეს ბაქტერიები აღმოაჩინეს, რომ ქონდათ იმ ადამიანებს, ვისაც ქონდათ გაფანტული სკლეროზი და მერე ეს ბაქტერიები გადაიტანეს თაგვების ორგანიზმში და იმათაც დაემართათ გაფანტული სკლეროზი. ხო და აი ეგ ნიშნავდა, რომ ეს უბრალოდ დამთხოვა კი არ იყო, კაუზაცია იყო რა რეალურად მიზეზშედეგობრიობა არსებობდა და მაგედან გამომდინარე დადგინდა ეგ და ეხლა სავარაუდოდ წავა კვლევები, რომ დადგინდეს რამდენად რეალურად ესეა ადამიანებში, რამდენი პროცენტით ზრდის რისკს და ასე შემდეგ და ან თუ ეგ იყო რეალურად მიზეზი, მაშინ მისი მოგვარება შესაძლებელი იქნება ყოველ შემთხვევაში არაშორ მომავალში. ხო. კიდე რა იყო, შეიძლება ორი საკვები დადმატის მიღება ერთდროულად. კი, შეიძლება. როგორ შეიძლება? ხო, შესაბამისად შესაძლებელია. უმეტესობა დადმატების მიღება შეიძლება ორი რომ მიიღოს ადამიანმა. უმეტესობა პლუს მინუს. ხო, შემდეგი კითხვა. ხო, ეს საინტერესო კითხვაა. სახმო იოგების პოლიპი ბერს აქვს სხვათა შორის და ეგ არის იმ ადამიანებში, ვისაც გამუდმებით უწევს ხმის დაძაბვა, ხშირად ვითარდება მაგ ადამიანებში. მომღერლები, ვინც ხშირად ყვირიან და მასწავლებლები და ესე. და ხმა რო ეხლიჩებათ, ებუხებათ და ეგეთი სიმპტომები რო აქვს რა და რატო ვითარდება? ანუ სახმო იოგების მუდმივი ტრავმა იწვევს მცირე სისხლდენებს, რაც მიკროსკოპულს რა თქმა უნდა დაზიანებას და ეგ აღდგება მერე და რო აღდგება უფრო მასიურად და მერე პოლიპის ფორმა ეძლევა. ეგ არის ხოლმე მექანიზმი. შესაბამისად საშიში არ არის, ანუ სიმსივნეთ როგორც წესი არ ვითარდება, რაღაც 0.0 რაღაცა პროცენტი აქვს და დაბალი, მაგრამ პრაქტიკულად არ არა, ან რეალურ თუ სხვა არამე პრობლემა არ აქვს, რა იმ წეველობა და ეგეთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორები, ან ვირუსული ინფექცია, HPV მაგალითად, არა, როგორც წესი არ არის ხოლმე სიმსივნის რისკი. მან კურნალობა შეიძლება თუ პატარა და თავიდან უშუალოდ უბრალოდ დასვენება, ხმის დასვენება და თუ დიდია, მაშინ ქირურგიული კურნალობა. ხო, აი ხმის ჩახლეჩა შეიძლება გამოიწვიოს და ისა დაბოხება, ჩახლეჩა და ეგეთი სიმპტომები შეიძლება ქონდეს. საშიში არაა, მოკლედ უმეტეს შემთხვევაში პრობლემა არ არის საერთოდ. ხო. აი ეს იყო პრინციპში რისი თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოხდათ ჩემ ვიდეოები, დალაიქეთ, გამოწერეთ არხი და კომენტარით რამე აქტივობა განახორციელეთ, რომ YouTube-მა აღიქვას ეს არხი როგორც საინტერესო და აჩვენოს ბევრ ადამიანს. მადლობა რომ გაინტერესებთ.